Salmებით გოგოებო, აბა როგორ ხართ? გილოცავთ ახალ წელს, ბედობას, ყველაფერი კარგი დაგბედებოდეთ. აბა მოვედით თქვენთან რაიდერის დასტით, გავაკეთოთ ასეთი გაშლა. რას ფიქრობს თქვენზე ჩაფიქრებული ადამიანი? რა ფიქრები აქვს თქვენ მიმართ? მოდი გავაკეთებ ერთ ვარიანტზე და მოკლედ ერთ ვარიანტზე ჩაიფიქრეთ, თუ რას ფიქრობს ეს ადამიანი. აბა ჩავიფიქროთ, ჩავიფიქროთ და დავიწყებ გაშლას. საკმარისია მე მგონი. დავიწყოთ. აბა რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენ მიმართ? რა ფიქრები აქვს? როგორ ჩქარობს, როგორ უნდა შეხვედრა. გოგონებო, მოკლედ უნდა შეხვედრა. მიაჩნი ხართ, რომ მისი ხართ და აი, როგორ გითხრათ, ეგოისტურად არის თქვენზე ჩაბღაუჭებული. ძალიან უჭირს თქვენი გაშვება და გონი ხართ, რომ და მიაჩნია, რომ მისი ხართ და ძალიან ეჭვიანობს. ამავე დროს ფიქრობს და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეგხვდეთ. ასევე აქ როგორც ასეთი არის გრძნობა, როგორ იცით, რომელიღაცას ერთ მხარეს უფრო მეტი გრძნობა გაგაჩნიათ. ერთ პარტნიორს გააჩნია უფრო მეტი გრძნობა აქ და ეს თქვენთვის არის გაუმხელელი ჯერჯერობით და რაღაცნაირად ეს ადამიანი მიბრუნებულია და უარს ამბობს აღნიშნულ გრძნობაზე, ანუ თქვენ რაც გაგაჩნიათ, ამაზე უარს ამბობს რეალურად. და თქვენთვის ეს ცნობილი არ არის. აბა რა ხდება? მოდი განვავრცოთ. აქ ახალი დასაწყისი უნდა ამ ადამიანს, მაგრამ ორ სიტუაციას შორის არის, ასე ვთქვათ, ორ სკამზე უნდა თამაში, იქ თქვენთანაც და მასთანაც. და ბალანსს იცავს. აბა კიდევ რას ფიქრობს და რატომ არის ეს ასე? ანუ კვერთხების დედოფლის მიმართ გააჩნია ვნებიანი ესეთი გრძნობები. შესაძლებელია ცეცხლის სტიქის იყოთ თქვენ, ან ის ვისთანაც შესაძლებელია გადათამაშდეს, რომ აქვს არჩევანი და უნდა რაღაცის შემოთავაზება, მცირედის, რაღაც პაჟურის და ასევე ძალიან ხშირად ახდენს თვალ-თვალს სოციალურ ქსელში. აბა როგორ მოვიქცეთ ამ ბატონთან? მოდი ასე დავუსვათ კითხვა, რა გავაკეთოთ, რა უნდა გააკეთოთ თქვენ, რომ გამოვიყვანოთ კონტაქტზე. ასე შემდეგ. ღირს. აი, ნახეთ, ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა თვითონაც ფიქრობს გადაიხედოს თუ არა და გონივრულად ესე ხმალი უჭირავს ხელში და ფიქრობს გადასახედია ეს ურთიერთობაო და ამაზე ძალიან ნერვიულობს. თუ მოგეწონათ გოგონებო, თუ რეზონირდა, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დამიწერეთ რა თემაზე გინდათ გაშლა. დიდი მადლობა, დაგიბრუნდებით.